დღე მოსამართლეებისთვის იყო ძალიან მძიმე. ჩვენთვის იმდენად მძიმე არ იყო, რამდენადაც მათთვის. მათ დაიმსახურეს იმ დღეს სასამართლო დარბაზში, როგორც მოიქცა მოსამართლე ჩვენი, ზუსტად მიიღეს იმის პასუხი გუშინ. მე მაგალითად დედა უნდა შეგაწყვეტინოთ მაყურებელსაც მინდა ვუთხრა, რომ ეხა კადრებს, რასაც ვუყურებთ, ეს ყველაფერი ხდება ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე, პოლიციის დიდი რაოდენობა, როგორც ხედავთ ზუგდიდში დაკავებები მიდის და ჩვენ გიგა ლემონჯავა აიყვანეს. დაკავებული არის უკვე მარიამ სიჭინავა, რომელიც პოლიციამ დააკავა. ძალის გამოყენებით არის ის დაკავებული. ადგილზე არიან პოლიტიკოსებიც, გიგა ლემონჯავა დაკავებულია, გიგა ლემონჯავაც, ელენე ხოშტარიაც ადგილზეა და ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით რომ პირდაპირ ჩართვა და გასაუბრება მოვახერხოთ ადამიანებთან, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან. ხმას თუ მოვისმენთ უკეთესი იქნება და შემდეგ გავაგრძელოთ სტუდიაში საუბარი. და აქ ყველა ზუგდიდის მოქალაქე გამოდის და როცა უნდა ისმის. როცა უნდა მიღებს ეკეთებს. როცა უნდა აფიქსირებს თავის კონსტიტუციური უფლება. ესენი არის სასაცილოები. აი ეს გაგეშილი რაღაცა ჯგუფში ვიღაცა პოლიციელების გონიათ, რომ ამით მოერევია. მარიამ სიჭინავა რამდენჯერ თავმა დააკავა. შუშანა მაცაბეძე რამდენჯერ თავმა დააკავა. უამრავი ის 54 ადამიანი რომელიც დააკავა, რამდენჯერ თავმა დააკავა. ისინი იქნება მამიერები და ესენი იქნება ძალები. მარიამი დააკავეს დათო? მარიამი დააკავეს, კი მარიამი მარტო მარიამი? მარიამი დაკავებულია მარიამ სიჭინავა, მე მეგონა გიგა ლემონჯავას დააკავეს, მაგრამ არა. სხვა არ ვიცი, ანუ ველოდა. არა, გიგა აქ დგას, იმიტომ რომ გამოაბანეს. ეს ყველაფერი ხდება ზუგდიდში, როგორც გითხარით, აქციაზე პოლიციამ კვლავ ძალა გამოიყენა და ძალისმიერი მეთოდით დააკავა მარიამ სიჭინავა. ზუგდიდი დავტოვოთ კადრში და როგორც კი გვექნება შესაძლებლობა მეტი ინფორმაცია მივიღოთ, დაუბრუნდებით, რა თქმა უნდა, ზუგდიდს და ახლა გავაგრძელებ ქალბატონ მარისთან საუბარს. ქალბატონ მარის გისმენთ. გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ გუშინდელი პროტესტი ჩვენი იყო იმის გამოხატულება, რაც იყო სასამართლოზე. იმიტომ რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ჩვენი მშობლების მოთხოვნა, რომ გარეთ იდგა უამრავი ხალხი და დარბაზი იყო ძალიან პატარა. ამის გამო, უჰაერობის გამო ერთ-ერთი პატიმარი გახდა ცუდად. მიუხედავად ამისა, მათ დარბაზი მაინც არ შეცვალეს, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადეს და დაგვაბრუნეს ისევ იმ დარბაზში. ეს სასტიკი მოპყრობა გრძელდება სასამართლო დარბაზებშიც და ეს არის მართლაც წარმოუდგენელია, ხო, სასამართლო, რომელიც უნდა იყოს რაღაც ბოლო ინსტანცია, სადაც წესით ადამიანმა უნდა იპოვოს სამართალი და ამ დროს ხედავ ასეთ სასტიკ მოპყრობას, მე აბსოლუტურად მესმის თქვენი გულისწყრომა. როგორ ფიქრობთ, თქვენი სათქმელი მივიდა ამ ადამიანებამდე გუშინდელი პროტესტის შემდეგ? ჩვენ გავაკეთეთ გასაკეთებელი და ჯერ არ დაგვიმთავრებია. ჩვენ მივალთ სახლებში მასთან, მათთან, ყველა თითოეულ მათთაგანთან და მეზობლებსაც კი გავაგებინებთ, ვინ ცხოვრობს მათ გვერდით. არ მივა ალბათ, იმიტომ რომ მათ ცინიკური სახეები ჰქონდათ გუშინ, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ ეს მოსამართლეებთან, იმიტომ რომ აღარ ვიხმარ იმ სიტყვას, რაც ვთქვი სხვა სტუდიაში და ისინი ჩვენ მართლა დავაჩოქეთ გუშინ. ისინი ბევრად უფრო ტყვეები არიან და პატიმრები არიან ჩვენი დედების, მამების, დების, ძმების ხელში, ვიდრე ჩემი შვილია დღეს პატიმარი. ზვიადის მამამ ზუსტად თქვა, რომ ალბათ ძალიან კარგი იყო შეხვედრა თვითონ ციხეში ჩემ შვილთან, იმიტომ რომ მე ბევრად მშვიდი წამოვედი მაშინ იქიდან, იმიტომ რომ ზუსტად ქონდა ის განწყობა, რომ ვერ იფიქრებდი, რომ ის არის პატიმარი. და მით უმეტეს დარბაზში, სასამართლო დარბაზში ყველას ჰქონდა გაღიმებული სახეები, ყველას აბსოლუტურად და მოსამართლეც და პროკურორებიც იყვნენ რაღაც გაშავებულები, რო იტყვიან რა. ესენი ყველა იღიმებოდა, გვესალმებოდნენ იქიდან. ძალიან კარგი რაღაცა
თქვა ეხლა ზვიადის მამამ რომ აპირებენ გაზეთის გამოცემას, მე ვიცი რომ ჩემი შვილი იქ რაღაც ჩანაწერებს აკეთებს, არ ვიცი ოღონდ რას, უყვარს ლექსები ძალიან. კითხულობს ძალიან ბევრ წიგნს, უკვე ძალიან ბევრი წიგნი წაიკითხა, რაც ალბათ სახში არ წაუკითხია და გამიხარდა, იმიტომ რომ იქნებ იმის წერილებიც აღმოჩნდეს მე ზვიადის გაზეთში და ძალიან კარგია. მე კიდევ რომ ნახამ, უფრო ვეტყვით ორნიკეს რომ იმედი მაქვს რომ მხოლოდ ერთი ნომრის გამოშვებას მოასწრებენ და მე უკვე გაათავისუფლებენ და გარეთ გააგრძელებენ ამ გაზეთების. ხო, გამიხარდა ძალიან რომ მე გავაფრთხილებ რომ წეროს ყველაფერი, რადგანაც მე იქნებ მოხდეს იმის წერილიც ამ სიაში. აუცილებლად